ირანის თემა რასაკვირველია უმნიშვნელოვანესია დღეს ისრაელის და ირანის ურთიერთობები თუ ქვია ამას ურთიერთობები ოკეი მაგრამ რეალურად ამას ურთიერთობები არ ქვია ის სამხედრო ოპერაცია რომელიც დაიწყო ისრაელმა ირანის წინააღმდეგ და რომლის შედეგადაც ის ანადგურებს ახლა ასე უნდა ვთქვა არა მხოლოდ კრიტიკულ და სამხედრო ინფრასტრუქტურას ირანისა არამედ ანადგურებს ირანის აიათოლების რეჟიმს და ამ კონფლიქტის თუ რამ შუალედური გადაწყვეტილება არ მიიღო მსოფლიომ ამ კონფლიქტის ბოლო არის სწორედ აიათოლების რეჟიმის განადგურება და რეჟიმის ჩეინჯი, რეჟიმის ცვლილება იმ რეჟიმისა, რომელიც არ არის სანდო. სულ რომ ხვალ თქვას ამ რეჟიმმა, აიათოლების რეჟიმმა რომ შევწყვეტ ირანის ბირთვულ პროგრამას დამანებით თავი, მათი ყოფნა ირანის სათავეში არის ავტომატურად იმ ფიქრის საფუძველი, რომ ირანი ხვალ არა ზეგზეგ არა მასზე ამოისუნთქავს თუ რა გააგრძელებს. გააგრძელებს მათ შორის იმიტომაც რომ რუსეთიდან იქნება სათანადო მხარდაჭერა. ეს თემა ცხადია უმნიშვნელოვანესია. მე ვერ გეტყვით ცხადია, როდის ჩაერთვება შეერთებული შტატები და პროგნოზს კი გამოვთქვამ, რომ ჩაერთვება. მაგრამ პროგნოზებში ადამიანები ცდებიან, მით უფრო ამ დინამიკაში, ხო? ვინ იცის, იქნება ვიდრე ჩაერთვება, იქნება და მხარეები, თუ მაინც და მაინც მათ მხარეები ჰქვიათ, და ალბათ ჰქვიათ, მივიდნენ რაღაც შუალედურ გადაწყვეტილებამდე, მით უფრო რომ ევროპას ამბობს, რომ მოდი იქნება მობილაპარაკოთ შეჩერდეს, აღარ გვინდა სისხლის სხვა ტრამპიც ამბობს ამბასგან არა, 2 კვირაო რომ ამბობს და 2 კვირის შემდეგ გადავწყვეტ რას ვიზამო, ხო? ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტს 4 კვირის შემდეგ და 8 კვირის შემდეგ და 8 კვირის შემდეგ შეიძლება მართლა ისრაელმა აღარ ბომბოს ეს ირანი ისე როგორც ახლა ბომბავს და სულაც შეეგუოს მსოფლიო იმას, რომ აიათოლების რეჟიმი გადარჩა და იქნება რაღაც შუალედური გადაწყვეტილება მიიღოს მსოფლიომ. ამიტომ ეს ბლიცკრიგი თუ არ გამოვა, შესაბამისად ირანის რეჟიმი გადარჩება მეთქი. და ეს თემა არის უმნიშვნელოვანესი. მაგრამ ამასობაში არ უნდა შემოგვავიწყდეს რუსეთი თავარი საფრთხე გლობალური მსოფლიოსათვის, ცივილიზებული სამყაროსათვის, რომელიც პირდაპირ ირიბად ასე თუ ისე უკან დგას ყველა იმ არადემოკრატიული რეჟიმის ან პარტნიორია ან ზურგს უკან დგას მათ შორის ირანის უკანაც რუსეთს კი თავისი ეგზისტენციური ხო თუ ამას ეგზისტენციური ქვია თავისი ომი აქვს ომი უკრაინის წინააღმდეგ და კი ირანის თემა ჩაყლაპა უკრაინის თემა მაგრამ ხვალზე ეს უკრაინის თემა კვლავ გაიღვიძებს ასე ვიტყვი კვლავ პირველ თემა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იქნება და უთუოდ გავიხსენებთ კი არა გასახსენებელი იქნება ისიც რას გვთავაზობს გვარიანად შესუსტებული რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში და აი მე გეტყვით რას გვთავაზობს ანუ პუტინი არაფერს არ ცვის არც რიტორიკას არც პოლიტიკას არც აგრესიას აჩერებს და არც არაფერი უცხოურ მედია საშუალებას მან პუტინმა ბუნკერიდან ამომძრავლა პუტინმა მისცა ინტერვიუ ამ ინტერვიუში ბევრ სიგიჟეს ლაპარაკობს მათ შორის ომის მიზეზებზე შესაძლო შედეგებზე, მისთვის სასურველ შედეგებზე, მაგრამ ასევე ლაპარაკობს კონცეპტუალურ იმგვარ სიტყვებს წარმოთქვამს და გაგვაცნობს აზრებს, რომლებიც მისგან მოულოდნელი სულაც არ არის, მაგრამ სულ გაქვს ეს ბჟუტავი იმედი, რომ პუტინი შეიცვალა არა. აი ამას კი ახლა აღარ იტყვის, იმიტომ რომ ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამო იქნება და გადადო, ან თავი შეიკავა ამ სიტყვის თქმისაგან, მაგრამ პუტინი არ იცვლება, ვიდრე მას ძალა კი არა, ძალა მე ასე ხარისხში არ დაუპირისპირდება და ცხვირს არ მიარტყმევინებენ, საბოლოოდ არ მიარტყმევინებენ და ამერიკელებს გარეშე ვერავინ ვერაფერს ვერ მიარტყმევინებს პუტინს, მანამდე პუტინი ჩანს იქნება ამგვარი. კერძოდ პუტინმა თქვა, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხიაო და ამ თვალსაზრისით მთელი უკრაინა ჩვენია. ეხლა ნახეთ, ქართველებზე ამას ვერ იტყვის, შორის ქართველები და რუსები ერთი სლავები არ არიან, ქართველები მაინც ქართველები არიან, ხო? კავკასიონის ქედს გადმოღმა მაცხოვრებლები, ჩვენზე სხვა რამეს იტყვის, ქართველები და რუსები პრავასლავნები არიან და აქედან გამომდინარე ერთი სარწმუნოება გვაქვს რა, ერთი ხალხი ვართ, ამას ალბათ მაინც ვერ გამედავს, მაგრამ ერთნი ვართ, ანუ ერთად უნდა ვიყოთ. დაეყრდობა რა პრავასლავიას მე არავითარ შემთხვევაში არ მიმყავს საუბარი იმაზე რომ ჩვენ რომელიმე ეტაპზე უარი გქონდა სათქმელი პრავასლავიაზე კი არა მართლმადიდებლობაზე ან უნდა ვთქვათ ცხადი არა მაგრამ პუტინი რას გამოიყენებს ჩვენ წინააღმდეგ კი არა ღად ამას კი ვამბობ სხვა რამესაც გამოიყენებს თუმცა ამდენად მოვახერხებ ამაზე ლაპარაკს ვიდეო ბლოგში დღეს და ახლა ვერ გეტყვით უკრაინაზე ვისაუბროთ ერთი ხალხია რუსები და უკრაინელები და
ამ თვალსაზრისით ვილაპარაკებთ მთელი უკრაინა არის ჩვენი. ჩვენ არასოდეს დაგვიყენებია მეორე მხრივ აბალანსებს, ხო? უკრაინის სუვერენიტეტი ეჭქვეშო. ისე მას რა უთხარი, უკრაინის სუვერენიტეტი ეჭქვეშ რომ დააყენა, ამის დასტური არა მხოლოდ 2014 წელი და ყირიმის მითვისება, მიტაცება. ეს იმ ყირიმისა, რომელსაც რუსეთი აღიარებდა 1994 წლიდან, 91-დან და 94-დან უკრაინის შემადგენელ ნაწილად. 94-დან კი არა, ეხლა რო ჩავთო ვიდეო Крым, это, конечно же, территория Украины, ამას ამბობდა პრემიერ-მინისტრი რო იყო ეს შლეგი პუტინი 90-იანი წლების ბოლოს და პრეზიდენტი რო იყო 2000-იანების დასაწყისში, მაშინაც კი ანუ ელცინის პერიოდში და პოსტ-ელცინის პერიოდში ის ლოთი კაცი რო გადადგა, ლოთი და ჯანმრთელობა შერყეული კაცი რო წავიდა და მემკვიდრე რო დაგვიტოვა ეს FSB-ში. სადაც აი აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთის მხრივ ამბობს, რომ სუვერენიტეტის უფლებას არ ვართმევთ რუსები უკრაინელებსო, მაგრამ მეორეს მხრივ ამბობს ნახეთ რას და აქ ცოტა უფრო ფართოდ ვილაპარაკოთ. სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს შედგამს, ის მიწა ჩვენია. აფხაზეთში რუსმა ჯარისკაცმა შემოდგა ფეხი და აფხაზებს მიუმართავ, არ ვიცი აფხაზური, მაგრამ აი ქართულად მიუმართავ. ზოგმა მათგანმა იცის ქართული, რუსულად შემიძლია ცხადია. ყველა მიცის რუსული აფხაზეთში, მაგრამ ნახეთ რა გითხრათ თქვენც მათ შორის. რაღაი შემოვდგი მეგუდაუთასა თუ სოხუმში, გალსა თუ ოჩამჩირეში, ბიჭვინთასა თუ გაგრაში, ფეხი და კიდე სხვა ტერიტორიების დასახელებაც შეიძლება ცხადია, ხო? შესაბამისად, ის მიწა, ანუ აფხაზეთის მიწა, რომელიც პატრიოტებიც თქვენ ხართ, არის რუსეთის, ჩემიაო ამას ამბობს. ეს უკრაინასთან ნათქვამი სიტყვა, მაგრამ ნახეთ განავრცეთ, ყველაზე გადაავრცელეთ, ყველა იმ ტერიტორიაზე გადაავრცელეთ, სადაც რუსის სალდათი უკვე დღევანდელ დღეს არის შესული. ჩვენ პატრიოტები საქართველოსში როცა ვეწინააღმდეგებით ასე მაგალითად ბიძინეივანიშვილის რეჟიმს, ჩვენ ჭრეთთ, რომ ბიძინეივანიშვილი აქ რუსებს შემოიყვანს და შესაბამისად პუტინის მემკვიდრე იტყვის, რომ სადაც რუსის ჯარისკაცი ფეხს შედგამს, ეს მიწა ჩვენია. ბიძინა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით აპირებს მართლა ხალხო იმას, რომ გაუქმოს რუსეთს საოკუპაციო სტატუსი, ანუ ოკუპანტი კი აღარ იყოს, აქ დააკანონოს, მათ შორის არა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, არამედ ასე მაგალითად და ღია დავასახელოთ სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქში რუსული სამხედრო ბაზა შესაძლოა ანტიტერორისტული ცენტრი, იმიტომ რომ ნახეთ როგორი ტურბულენციაა, იტყვის ბიძინეივანიშვილი და ამეგიდით შემოიყვანს რუსებს ერთობლივი წვრთნები, ერთობლივი საქმიანობა უნდა ვაწარმოოთ, იმიტომ რომ ნახეთ როგორი მძიმე მდგომარეობაა რეგიონში, ახლო აღმოსავლეთი იგულისხმება, რომლის ნაწილი ჩვენ არა ვართ, აქვე ვიტყვი, მაგრამ ბიზინა ასე შემოგვასახებს და ნახეთ ამდენი ტოლვილია, ამდენი ამბედურებაა და მოდი ანტიტერორისტული ცენტრი დავაარსოთ და ამეგიდით შემოსულ რუსებს და უკვე პუტინის შემდგომი პირი იტყვის, რომ რუსი ჯარმა ფეხი ჩადგა საქართველოში და შესაბამისად ეს ტერიტორია, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს ეს რეგიონები მისი აფხაზეთზე უკვე ამას ამბობს. მე კიდევ აბალანსებს ამის შემდეგ პუტინი ამ განცხადების შემდგომ და ასე მაგალითად სუმის ოლქზე უკრაინისა ამბობს შემდეგს, რომ ჩვენო არ გვაქვს მიზანი კონტროლი დაუყოვოთ უკრაინის სუმის ოლქზე, მაგრამ ამ შესაძლებლობას არც გამოვრიცხავ. ნახეთ, ერთის მხრივ არა აქვს სურვილი, მაგრამ მეორეს მხრივ თუ შემომიშვებთ, ან იოლად დამითმობთ, ან დავიპყრობ, ხო? რატომაც არა. ხო, და მესამე თუ მეხუთე და ბოლო განცხადება, რომელიც ეხება ირანსა და ისრაელს და ამ თემაზე გადავალ ახლა, ანუ რუსეთის ლიდერი არ ღალატობს საკუთარ თავს და უკრაინასთან იმართებაში და ახლა უკვე საერთაშორისო ასპარეზიც გაიჭრა, კი არა საერთაშორისო თემებსაც შემოეხო და ამბობს ამგვარ რამეს, რომ ირანსა და ისრაელს შორის არ ცდილობს რუსეთი შუამავლის ფუნქციის შესრულებას, თუმცა აცხადებს პუტინი, რომ უკვე წამოვაყენა გარკვეული იდეები და აღნიშნა, რომ ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელია. ოღონდ პუტინისეული ან რუსეთისეული გაგება ამ საკითხის მოგვარების არის შემდეგი. რუსეთი ამბობს და დღემდე ამტკიცებს და პუტინის სხვა ფრაზაა, სხვა ციტატაა ეს, ციტატის შინაარსი, რომ ირანი ბირთვულ ბომბზე სულაც არ მუშაობდა. აი მთელი მსოფლიო გადაირია ამერიკის შეერთებული შტატებში ისინიც კი ვინც ამბობდნენ რომ რუსეთი კი არა ირანი არ მუშაობს
ბირთვულ ბომბზე, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები და აქ საუბარია ცხადია ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორ ტულსი გაბარდზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ ირანი არ მუშაობს ამ ბირთვულ ბომბზე, მე ტრამპმა შეუსწორა, მე ტრამპმა თქვა, რომ ის ცდებაო და ტულსი გაბარდმა თქვა, რომ მათყუარა მედიას მიზანმიმართულად ამბავ აქვს ჩემი განცხადება, ჩემი სხვა განცხადება კონტექსტიდან და აუცილებს ხალხ ინფორმაციას და ხელოვნურად შექმნას შიგა დაპირისპირება. ამერიკას აქვს სადაზვერვო მონაცემები, რომ ირანი იმ მდგომარეობაში, როცა შეუძლია ბირთვული იარაღის წარმოება რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე პერიოდში თუ გადაწყვეტს საბოლოოდ დაასრულოს ბომბის მიღება. პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ თქვა, რომ ეს დაუშვებელია და მე ვეთანხმები მას. ხო და ტულსიზე კი არ ვლაპარაკობ ახლა, მე ვლაპარაკობ ისევ და ისევ რუსეთზე, რომლის ლიდერიც აკი გითხარით, რომ ამბობს, რომ არ მუშაობსო. მისეული გაგება მშვიდობისა არის დაყრდნობილ და ფუძნებული სწორედ იმაზე, რომ სოფლიო ამოვიდეს ამ ყალბიმოცემულობიდან, რომ ირანი არ მუშაობს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არ მუშაობს, მოდი გავწელოთ პროცესი, დავაწესოთ მონიტორინგი, შევამოწმოთ მისი ატომური იარაღს რო ქმნის ის ობიექტები, მათ შორის ფორდო და ირანელი შემოგვიშვებენ, დაახლოებით ჩვენთან რო გავ, ჩვენთანაც ხდებოდა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, ითხოვდნენ ლუგარის ლაბორატორიის შემოწმებას, ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევდით, საბოლოო ჯამში შემოვიდნენ და შეამოწმოთ რა. მაგრამ ხომ ვიცოდით ჩვენ იმ თავითვე, რომ ისინი დაწერდნენ ამ ლაბორატორიაზე დასკვნას მათი ექსპერტები იმის თაობაზე, რომ აქ იქნება ბიოლოგიური იარაღი და შესაბამისად რაღაც ბიოლოგიური იარაღი ხო. ჩვენთან ლუგარის ლაბორატორიაში ამერიკელების იყო რა. იქაც ოღონდ პირიქით უნდათ, იქ უნდათ რომ შეამოწმონ და ვიღაცამ დაწეროს, რომ არავითარი ბირთვული იარაღი არ იქნება. Sky News ესაუბრა ამის თამაზე პუტინი და აი უყურეთ სწორედ ამას ამბობს, ეხლა რასაც ჩავხედე, რომ რუსეთს და არც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს არ აქვს მტკიცებულება, რომ ირანს სურს ან ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნასო, ხო? აგეცინება კაც. ამასობაში ტრამპიც დასაკვირია მე შემდეგი ვიდეობლოგი ჩაწერა მინდა სხვა შორის თურქეთსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ერდოღანისა და პაშინიანის შეხვედრაზე, მაგრამ ამას შეიძლება მე მიუძღვნა ჩემი გადაცემა კონტექსტია დღეს ეთერში და იმ კონტექსტის ედიტორიალის ნაწილი. ამიტომ თუ ვერ ნახავთ ტაბლომედიაზე ამ თემაზე ჩემს მორიგ ვიდეობლოგს, იმას უყურეთ კონტექსტს, იქ კი ვისაუბრებ, აუცილებლად ვისაუბრებ ამ თემაზე. ხოლო თუ ნახავთ, შესაბამისად იქ აღარ ვისაუბრებ, ან ორივე გათვისავებს. ხო? ხო, და ასე შემდეგ, მოუწოდებ რომ კრემლს გააგზავნოთ, ნახავთ, ამ ხალხმა ძალიან ფრთხილად ელაპარაკონ, ხო, აქ კიდევ აქ შეიძლება პომპეოზე და ტრამპის გადაძახილზე პომპეოსთან მიმართება შორის სიტყვის თქმა. არა, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ თქვენის მიმართვით. მოკლედ, რუსეთი ხელს იბანს ირანის თემაზე, ერთის მხრივ გამოდის სამშვიდობო ინიციატივების თხილი მოწოდებით, სამშვიდობო ინიციატივებით, მეორეს მხრივ ამბობს პუტინი, რომ არა მე არ მინდა მოლაპარაკებებში ჩართვაო, ეს არ არის ჩემი მისიო, თუმცა გარკვეული შენიშვნები თუ გარკვეული წინადადებები კი მაქვს. და რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ოღონდ მე კვლავ იმ თეორიას მივყვები, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი. და მე მგონია, რომ მას შემდეგ რაც გამოიღვიძებს საბოლოოდ გამოგვიძებას ლაპარაკობ ოღონდ ტრამპის საბოლოო გამოგვიძებაზე ვამახვილებ ყურადღებას, მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების ლიდერი გახდება ადეკვატურზე მეტად ადეკვატური, ამ შემთხვევაში ტრამპის კი არა პუტინის ტონი ცოტა შეიცვლება, სიტყვები ცოტა შეიცვლება. ან შეიძლება ისრაელ-ირანის დაპირისპირებას კვლავ მინდა გავიმეორო და ამით პრინციპში დავასრულოთ ეს ვიდეობლოგი. ისრაელ-ირანის დაპირისპირებაში მთავარი საკითხი არის ახლა შემდეგი. წავა თუ არა მსოფლიო იმაზე, რომ შეესაბამისობაში დაჭდა ეს ტელეფონი და შევაერთოთ, რომ აიათოლების რეჟიმი დაასრულოს და აიათოლების რეჟიმთან ერთად დაასრულოს ირანის ბირთვული პროგრამა და ბირთვული ბომბის შექმნის მცდელობა.
და ტრამპის ბოლო განცხადება ისრაელს შეზღუდული შესაძლებლობა აქვს ირანის ობიექტების გასანადგურებლად ვერ ჩადიან ფორდოს გულისხმობს ძალიან ღრმად ასეც არის შესაძლოა ეს საჭირო არც გახდეს ეს იმ შემთხვევაში თუ მოილაპარაკებენ ირანთან ხო მე ეს იმის და ირანთან არც ირანია სხვაშორის ყაბულ მოლაპარაკებაზე უბრალოდ საკუთარი ბირთვული პროგრამის მასე უარს არ ამბობს და როგორ უნდა მოილაპარაკონ მეთქი ასე ვიკითხავ ვრცელდება ინფორმაცია რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი რომელიც ახლა ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა კატეგორიულად არ დათანხმდა უკრაინის უკავასწრებად ურანის გამდიდრების შეწყვეტას მისი თქმით ეს ირანისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს ხო და წითელ ხაზს თუ წარმოადგენს ამიტომაც ირანის თემის მოყომარება მრგვალება ჩემი აზრით გარდაუვალია ოღონდ ორ კვირაში როგორც ტრამპი ამბობს და ამეტანი დიდი დროა ჩემი აზრით ეს ორი კვირა აგითხრათ